სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილია 1994 წლის 16 მაისს. 84 წლის 16 მაისს. ეს არის 29 ნაწილი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ორი კითხვა აქვს პიროვნებას, რომლის სახელია ბობი, რობერტი და მე გავყავი ეს ორი კითხვა, იმიტომ რომ საძებრად რო ადვილი იყოს. შეიძლება პატარა კითხვებია, მაგრამ მაინც ტევადია და საინტერესოა. ებრაელებმა მათი მხრიდან ადამიანი დასაჯეს თუ ღმერთი? ესე დავასათაურე ყოველ შემთხვევაში მე, მაგრამ პასუხებში თქვენ ნახავთ უფრო სიღრმეებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სალამი ჯონ, მე მქვია ბობი და მაქვს ორი კითხვა. ორივე დაკავშირებულია ჯვარცმასთან. ჯვარცმის დროს ებრაელები ჩვენ ვიცით რომ ელოდებოდნენ რაინდს, რომელიც ცხენზე ამხედრებული შემოვიდოდა, გადააგდებდა რომაელებს და მოკლავდა წარმართებს. დაამხობდა მათ მართლობას. მაგრამ სამღვდელოება, ებრაელის სამღვდელოება ჩვენ ვიცით, ხალხისაგან განსხვავებით, ასწავლიდა ებრაელ ხალხს მომავალ მესიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ ეძებდნენ ღმერთს, მაგრამ ებრაელები იყვნენ დამნაშავე, ჩემი კითხვა ესე მოდის, ებრაელები იყვნენ დამნაშავე ღმერთის მოკლაში თუ ადამიანის მოკლაში? და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მათი აზრით ისინი იქნებოდნენ დამნაშავე ადამიანის მკვლელობაში. მათი გადმოსახედიდან, და მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ღმერთი შეიძლებოდა განსხეულებულიყო. და აკი აბრალებდნენ, რომ ის გმობდა ღმერთს, როდესაც თავის თავს ძეს უწოდებდა. და კითხვის დამსველი აგრძელოს. ასე რომ ებრაელი ბრბო, ეს არის ბრბო, ჩვენ ხედავთ ამათ ტაძარში, ისინი იქნებოდნენ დამნაშავე უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში, ადამიანის მკვლელობაში და ჯონ მაკარტური პასუხობს, ნება მომეცით დაგილაგოთ ეს სიტუაცია. მე ვხვდები, რასაც ამბობთ. თქვენ როცა ხედავთ იონეს სახარებაში, იუდევლები ყვიროდნენ. ებრაელი ადამიანები და ამბობდნენ, ჩვენ არ გვეყოლდა სხვა მეფე გარდა კეისრისა და იესო ქრისტე ჩვენზე ვერ იმეფებსო. გახსოვთ ხო? ჯვარცაცვი იგი და ასე შემდეგ. და იონე იყენებს ამ ტერმინს იუდაველებს და ებრაელები იუდაველები, ძირითადად ეს არის ეპითეტი რელიგიური წინამძღოლებთან მიმართებაში. მღვდელმსახურები და ლიდერები, სინოდის წევრები. სანჰედრიონის, ხო? დიახ, მეც ასე ვფიქრობდი, ჯონ. და ის ძირითადად გამოიყენება ხალხის მიმართ. ფაქტობრივად ხალხის უმეტესობა გახსოვთ, იესო ქრისტეს შეეგება მიესალმა როგორც მესიას, როდესაც ის იერუსალიმში შემოდიოდა. ნათქვამია რომ, მაგრამ მერე ნათქვამია რომ ამ იუდევლებმა, ლიდერებმა აღძრეს ხალხი, ანუ მათ ააგდეს ეს ხალხი, რელიგიურმა ლიდერებმა აღძრა ხალხი და გაჩნდა ერთგვარი ბრბო. მაგრამ ეს ძირითადად არ იყო ისრაელის მოსახლეობის დიდი კონსენსუსი. არამედ ეს თავად იმ იუდაველმა ლიდერებმა გააკეთეს. იონეს სიტყვებით, ამათ ლიდერებად და ასე ხმარობს Jews, იუდაველებს, როდესაც იონე იხსენიებს. ასე რომ ძირითადად დამნაშავეები ამაში ეს ლიდერები არიან. მაგრამ ვიმეორებ, მათ ეგონათ, რომ ისინი სჯიდნენ ადამიანს, რომელიც იბრალებდა ღმერთის სტატუსს. და თქვენი მეორე კითხვას შემდეგზე მოვისმენთ.